იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი, რომელმაც დახვეწილი ელეგანტურობის კონცეფცია, მრავალმილიარდიანი მოდის იმპერია დაქცია, 91 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ჯორჯო არმანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი იყო გლობალური მოდის ინდუსტრიაში. 2025 წლის ივნისში მილანის მოდის კვირაულზე დიზაინერმა 2026 წლის გაზაფხულის ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი ღონისძიებას ვერ დაესწრო. 1970-იანი წლების ბოლოს არმანიმ იტალიური სტილი Ready to Wear საერთაშორისო მოდის რუკაზე გადაიტანა. მისი შეკერილი პიჯაკი, მოქნილი შარვალი და ქალაქური ფერების პალიტრა მოდის სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. არმანი ცნობილი იყო კლასიკური, რბილი ქსოვილებითა და ნაზი ტონებით შესრულებული სტილით. მის ამოს ირგებდნენ ვარსკვლავები ჰოლივუდსა და კორპორაციულ საღამოებზე. მისი საღამოს კაპები და შავი ფრაკები ხშირად აუცილებელი ატრიბუტი იყო ოსკარის წითელ ხალიჩაზე. არმანიმ $10 მილიარდ მეტი ღირებულების იმპერია შექმნა, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ სამოს, არამედ აქსესუარებს, უნამოებს, კოსმეტიკას, წიგნებს, ყვავილებსა და შოკოლადსაც კი. Forbes-ის მონაცემებით ის მსოფლიოს 200 უმდიდრეს მილიარდერ შორის იყო. არმანის მფლობელობაში იყო ასევე ბარები, კლუბები, რესტორნები და საკალათბურთო გუნდი ემპორიო არმანი მილანი, რომელიც ცნობილია როგორც ოლიმპია მილანო. 1998 წლიდან მან გახსნა 20 მეტი რესტორანი მილანიდან ტოკიომდე და 2 სასტუმრო დუბაისა და მილანში. არმანის მოდისთვის დამახასიათებელი იყო კომფორტული ელეგანტურობა, სადაც ყოველი დეტალი მნიშვნელოვანი იყო. იგი ხშირად ამბობდა: "მე ვქმნი რეალური ადამიანებისთვის. არანაირი აზრი არ აქვს ისეთი სამოსის შეკერვას, რომელიც პრაქტიკული არ არის." ჯორჯო არმანი დაიბადა 1934 წლის 11 ივლისს პატარა ქალაქ პიაჩენცაში, მილანის სამხრეთით. თავდაპირველად ის ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა მილანის ერთ-ერთ მაღაზიაში ვიტრინების დიზაინერად მუშაობამ მას მოდის სამყაროს კარი გაუხსნა. 1975 წელს არმანიმ და მისმა პარტნიორმა სერჯიო გალეოტიმ საკუთარი მანქანა $10,000 გაყიდეს და მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნეს. მოგვიანებით გაჩნდა ქალის კოლექციაც. 1970-იანი წლების ბოლოს მისი სპორტული პიჯაკი სავიზიტო ბარათად იქცა და ჰოლივუდიდან უოლ-სტრიტამდე პოპულარული გახდა. ამ ეტაპამდე რომ მიხვალ კმაყოფილების განცდა გეუფლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიე. პირიქით, ხვალიდან ისევ იმაზე უნდა იფიქრო, რომ თავიდან მოიპოვო საზოგადოების აღიარება. არმანის სტილმა არა მხოლოდ მოდა, არამედ ადამიანების მოდის მიმართ დამოკიდებულებად შეცვალა. დღეს არმანის მოდის იმპერია 9000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და მსოფლიოს მასშტაბით 6000-ზე მეტ მაღაზიას მოიცავს. მისი კომპანიები აწარმოებენ სამოს, აქსესუარებს, უნამოებსა და კოსმეტიკას. ჯორჯო არმანი ასევე აქტიურად იყო ჩართული ქველმოქმედებაში, ბავშვების დასახმარებლად შექმნილ ორგანიზაციებსა და შიცის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2002 წელს მას ლტოლვილების დახმარებისთვის გაეროს კეთილინების ელჩის სტატუსი მიენიჭა. ახლა მთავარი ამ პროცესის გაგრძელება და სრულყოფაა. ზუსტად ასე უნდა გავაგრძელოთ ის პროექტები, რომლებიც წლების წინ დავიწყე. იქნება ეს ინტერიერის დიზაინისა თუ სასტუმროებისა და კურორტების მიმართულებით მუშაობა. მომდევნო წლები მთლიანად ამ პროექტების სრულყოფას დაეთმობა. ჯორჯო არმანის პირადი ცხოვრება არ იყო გასაჯაროებული. ცნობილია, რომ მას არ ჰყავდა შვილები, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა თავის მიშვილთან, რობერტასთან, რომელიც მოგვიანებით მის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს აგვარებდა. ჯორჯო არმანის მიერ შექმნილი კოლექციები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მის სახელს უკავშირდება ელეგანტურობისა და დახვეწილობის ახალი სტანდარტი.